დღეს მე გეტყვით სამ მიზეზს, თუ რატომ უნდა წაიკითხოთ მიხეილ ბულგაკოვის ოსტატი და მარგარიტა. წარმოიდგინე, ქალაქში ეშმაკი ჩამოდის და ყველაზე ნორმალური პერსონაჟი ის აღმოჩნდება. ეს არის წიგნი, რომელსაც თუ ერთხელ წაიკითხავ, ძნელია იგივე თვალით შეხედო ადამიანებს. რატომ უნდა წაიკითხო ოსტატი და მარგარიტა? პირველი, ბულგაკოვი ისე გაგაცინებს, რომ ვერც მიხვდები, რომ შენიყავი იმ ხუმრობის ნაწილი. ეს არ არის უბრალო იუმორი. ეს არის შავი იუმორი, რომელიც ადამიანის სიხარბეს, სისუსტეს და ფარისევლობას აშარժებს. და რაც უფრო იცინი, მით უფრო უხერხულად გრძნობ თავს. მეორე მიზეზი, ეს წიგნი გვაშიშვლებს ადამიანს, არა იმ ადამიანს, რომელიც რეალურად გვინდა რომ ვიყოთ, არამედ იმას, ვინც რეალურად ვართ, როდესაც გვმართავს შიში, გავლენა და სურვილები. ყველაზე მძიმე მომენტი არის ის, როდესაც ხვდები, რომ ეს მე ვარ. მესამე, ამ წიგნში სიკეთე და ბოროტება ირევა. ვოლანდი, იგივე ეშმაკი, ზოგჯერ უფრო სამართლიანიც კია, ვიდრე ადამიანები და უცებ გებადება კითხვა. იქნებ პრობლემა საერთოდ არ არის ეშმაკში. ეს არ არის უბრალოდ წიგნი, ეს არის ექსპერიმენტი ადამიანებზე. და ყველაზე საშიში ისაა, რომ კითხვის დროს ნელ-ნელა ხვდები, რომ შენც ამ ექსპერიმენტის ნაწილი ხარ.